გამარჯობა, თქვენ უყურებთ გადაცემას ფაქტი. მე ამ გადაცემის სამყარო ნინო ჩიფჩური ვარ. დღეს უნდა მიმოვიხილოთ ზოგადად რა ხდება ქვეყანაში, მათ შორის შიდა ქართლში, როგორი არის ადამიანების უფლებების მდგომარეობა ბოლო 1 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც მოსახლეობის ნაწილი დგას საპროტესტო აქციებზე და ასევე ყავს სინდისის პატიმრები. ამასთან დაკავშირებით იურისტი ლექსო მერებაშვილი არის ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. ლექსო, მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. მოგესალმებით და თავდაპირველად დავიწყოთ სიტუაციის შეფასებით, რა ხდება დღეს ჩვენს გარშემო. გვაჯერებენ რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის, დემოკრატია ვითარდება ქვეყანაში და თუ კვლევებს გადავხედავთ, პირიქით უკუსვლა არის წლიდან წლამდე, დღეს რა ვითარება გვაქვს? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, რაც შეეხება იმას, რომ დემოკრატია ვითარდება, რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს არის ის პროპაგანდა, რომელსაც აწარმოებს ხელისუფლება, როგორც სხვა ნებისმიერ შემთხვევაში. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თავდასხმა მედია საშუალებებზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ეს არის ერთი დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის უკუსვლისთვის და არა განვითარებისთვის და შემდეგ, რა თქმა უნდა, ის მოვლენები, ის მნიშვნელოვანი მოვლენები, რომელიც განვითარდა ნოემბერი-დეკემბრის პერიოდში, როდესაც უმოწყალოდ ცემეს და დაჩეხეს ფაქტიურად საქართველოს მოქალაქეები, ახალგაზრდები. გაიმეტეს ისინი სასიკვდილო და დღემდე ერთი პოლიციელი არ არის არათუ დასჯილი გამოვლენილიც კი, რომელიც მონაწილეობდა ამ დანაშაულებრივ ქმედებებში. პირიქით მიზანმიმართულად მოხდა ის, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლებს აღარ ჰქონდათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები და მათ ჰქონდათ სრული კარტ ბლანში იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაესაჯათ და მაქსიმალური ზიანი მიეყენებინათ აქციის მონაწილეებისათვის და იმ პირობებში, როდესაც საპირისპიროდ ხედავთ, რომ აქციის მონაწილეები უკვე ასე ვთქვათ დამნაშავედაც გამოაცხადეს და გაუშვეს რამდენიმე წლით ციხეში, შეუძლებელია ვისაუბროთ ადამიანის უფლებებზე, ზოგადად დემოკრატიის განვითარებაზე. მე პირადად როგორც იურის მიმაჩნია, რომ დღეს საქართველოში არ გვაქვს ასე ვთქვათ ადამიანის უფლებები დაცული, ანუ რაიმე სტანდარტით კი არა, საერთოდ არ აქვს ადამიანის უფლებები ქვეყანაში, იმიტომ რომ კონსტიტუციიდან და სამართლებრივი სივრციდან სახელმწიფო არის აბსოლუტურად გასული, ანუ თვითნებურად ხდება ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, იქნება ეს გამოძიების წარმოება თუ შემდეგ უკვე სასამართლო ეტაპზე გადაწყვეტილებების მიღება და ჩვენ ვხედავთ ხო როგორ გადაწყვეტილებებს იღებენ და რის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებებს მოსამართლეები. გარდა ამისა მნიშვნელოვანია ის, რომ თითქმის არ ვიცი იდენტური გადაწყვეტილებების მიღება ხდება, რაც აბსოლუტურად ადასტურებს იმასაც, რომ რაღაც ორკესტრირებულად ხდება ამ გადაწყვეტილებების შეკვეთა კონკრეტული მოსამართლეებისათვის და ეს მოსამართლეები სწორედაც რომ ემორჩილებიან სახელმწიფო. თუმცა ჩაგიკითხები ლექსო, ბოლო პერიოდში დავინახეთ, რომ მუხლები გადაკვალიფიცირდა. აი ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე? ხო და ესეც ანუ თვითნებური მართლმსაჯულების ერთ-ერთი გამოხატულება და გამოვლინებაა. სავარაუდოდ მმართველმა ძალამ გადაწყვიტა, რომ გარკვეულწილად შეარბილოს პოზიცია პროტესტის მონაწილეების მისამართით, თუნდაც ის გათავისუფლებული პოლიტპატიმრები, რომელიც ნარკოტიკულ დანაშაულზე ისხდნენ, ამ შემთხვევაში ესეც ვფიქრობთ, რომ სტატისტიკური გადაწყვეტილებებია, რომ თქვან, რომ აი ნახეთ გამამართლებელ განაჩენებსაც ვიღებ და სასამართლო თითქოს არის ობიექტური და დამოუკიდებელი, სწორედ ამასთან გვაქვს საქმე და დღევანდელი თუნდაც ის შეწყალება, სწორედ გამოხატულება და დასტურია იმისა, რომ აბსოლუტურად თვითნებურად ხდება ეგრეთ წოდებული სამართლის გამოყენება, ეგრეთ წოდებულს უწოდებ, იმიტომ რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონი არის უზენაესი და მას თვითნებურად შეუძლებელია რომელიმე მოქალაქე ან თანამდებობის პირი მოეპყრას და მაშინ ჩვენ როდესაც ვხედავთ ხელისუფლების სისტემურად თვითნებურად გამოყენებულ სამართალს, თვითნებურად შეცვლილ სხვადასხვა ნორმატიულ აქტში შეტანილ ასე ვთქვათ მუხლებსა და ცვლილებებს, იქნება ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, როდესაც გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით არ ვიცი კოლოსალური ჯარიმები დააწესეს სწორედ აქციაში მონაწილეების მიმართულებით, თუნდაც საარჩევნო კოდექსი, რომელმაც ფაქტიურად მოსპო შესაძლებლობა, რომ დააკვირდეს დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნების გამჭვირვალობას, ღიაობას, სამართლიანობას და სწორედ ეს არის ის, რაზეც ვსაუბრობთ და იმ პირობებშიც, როდესაც კონსტიტუციაში პირდაპირ გვიწერია თანასწორობის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, როგორ ასე ვთქვათ, აშკარად ირღვევა თუნდაც იმ კანონ პროექტით, რომელიც შემოიტანეს ეგრეთ წოდებული, არ ვიცი, LGBT პროპაგანდისაგან დაცვის მოტივით, ხო, პირდაპირ ეწინააღმდეგება ეს კანონი კონსტიტუციას და
ერთი შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც არ მოქმედებს, თუნდაც ის 78 მუხლი, რომელზეც ასე ხშირად ვაპელირებთ ხოლმე და რომელიც ავალდებულებს ხელისუფლების ორგანოებს, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ევროპულ ოჯახში საქართველოს ინტეგრაცია მოხდეს და შესაბამისად დემოკრატიის განვითარებაც ამ მიმართულებით განხორციელდეს, ფაქტობრივი ნაბიჯების გადადგმით ყველაფერი გააკეთეს ამის საწინააღმდეგო და სწორედ ეს ყველაფერი ჯამში აღებული მიგვიყვანს იმ დასკვნამდე, რომ საქართველოში არ არსებობს კანონის უზენაესობა, არ არსებობს სამართალი და არ არის შესაბამისად ადამიანის უფლებები დაცული და აპელირებენ ხოლმე არ ვიცი ცალკე ქალთა უფლებებზე, ბავშვთა უფლებებზე და ამაზე ერთი ზუსტად ქალების მიმართ იყო სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტის ერთ-ერთი წევრის გინება პოლიციის თანდასწრებით, რაზეც რეაგირება არ იყო, თუმცა ჩვენ ვხედავთ განსხვავებულ მიდგომებს, როდესაც აბსურდულ გამოგონილ ბრალდებებს წარმოადგენენ ხოლმე სასამართლო პროცესებზე, თუნდაც კილომეტრის დაშორებით რაღაც გინებას გაიგებენ აქციის მონაწილეებს და შეურაცხყოფას. აი ამ შემთხვევაში ამას ვამბობ, სწორედ რომ თვითნებური დამოკიდებულება არის სამართლის მიმართ, თუ კი გინებისთვის მაგალითად ლექსო მერებაშვილი უნდა დაისაჯოს 3000 ლარით, რატო არ უნდა დაისაჯოს ბექაუდი შარია იმავე გინებისთვის 3000 ლარით, ხო? თუმცა როგორც აღნიშნეთ, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ამ კანონებს იყენებს მხოლოდ დასჯის მიზნით, მისთვის არასასურველი პირების საწინააღმდეგო და სწორედ ეს არის იმის მანიშნებელი, რომ საქართველოში არ არის კანონის უზენაესობა და როდესაც საუბრობდიან ბავშვთა და ქალთა უფლებებზე და ხშირად არის ხოლმე რომ რაღაც დაცული არ არის, თუნდაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები არ არის დაცული, მე ზოგადად მიმაჩნია, რომ არა ესე ინდივიდუალური, ასე ვთქვათ, გარკვეული ჯგუფების უფლებები, ზოგადად ადამიანის უფლებები არ არის ქვეყანაში დაცული და ნებისმიერ დროს რაც კი მოესურვება ხელისუფლებას ნებისმიერი მოქალაქის მისამართით სწორედ იმას გააკეთებს და ამისგან სამწუხაროდ საზოგადოებას ვეღარავინ ვეღარ იცავს, სწორედ შეტევა არის ახლა მედიაზე, შეტევა არის არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ხო, რომლებიც ცდილობენ სწორედ რომ ეს პრობლემები მიაწოდონ საზოგადოებას და გარკვეულწილად შეინარჩუნონ ის, ასე ვთქვათ, ნარჩენი სამართლებრივი მონაპოვარისა, რაც აგვაქვს ქვეყანაში, თუმცა სამწუხაროდ ხედავთ, როგორ ასე ვთქვათ, დაუნდობლად ეპყრობა ხელისუფლება ამ ორგანიზაციებს. როგორი არის შენი ინფორმაციით იმ სინდისის პატიმრების განწყობა, მიუხედავად განვითარებული პროცესებისა და აი ამ ფონზე, როდესაც ორი ლიდერის, პოლიტიკური ლიდერის გათავისუფლება ხდება, შეწყალება, ასე რომ ვთქვათ, აი ამ ფონზე რასთან შეიძლება გქონდეს საქმე, რა შეიძლება, რა შეფასება გაუკეთოთ ამ ფაქტს და აი ამ ყველაფერმა როგორ შეიძლება იმოქმედოს სინდისის პატიმრების ფსიქოლოგიაზე ეს. ხო, პირველი ჩვენ ხედავთ, ხო, რომ აბსოლუტურად ისევ ბრძოლის განწყობაზე არიან ეს ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ უსამართლოდ იხდიან სასჯელს. პირადად მაგალითად მე ამ რამდენიმე დღის წინ ვიყავი შესული აქციაზე დაკავებულ ახალგაზრდა ადამიანებთან, 20-22 წლის ფაქტიურად ბავშვები არიან დაკავებული და არც ერთ მათგანში შიში, საცოწარკვეთა ან რაიმე დანებების ნიშანწყალიც კი ვერ დავინახე. ისინი არ განიცდიან ზოგადად როდესაც ხვდები ხოლმე დაკავებულს, ხო, ისინი განიცდიან იმას, რომ დაკავებულები არიან და რაღაცა სასჯელი ელოდება, თუმცა ეს ახალგაზრდები არ განიცდიან ამას, პირიქით ამაყობენ იმით, რომ სამშობლოსთვის ბრძოლაში, ესე იგი, უწევთ ამ მსხვერპლის გაღება და არც ერთი მათგანს არ უთქვამს, რომ როდესაც გამოვა იზოლატორიდან ის წავა სახლში და აღარ გააგრძელებს ბრძოლას, პირიქით უფრო ბრაზდებიან და უფრო მეტი мотиваცია ეძლევათ იმისა, რომ რამდენი არიან ჯამში ამ ეტაპში. ადმინისტრაციული დაკავებები 2-3 დღის წინ რაც განხორციელდა, ეს იყო დაახლოებით 30 ადამიანი, თუმცა სინდისის პატიმრები, როგორც მახსოვს, ეს არის 60-მდე ადამიანი არის დაკავებული, მისჯა, რომელზეც განხორციელდა 60-მდე ადამიანი არის დაახლოებით და ჩვენ დავინახეთ, რომ არც ერთი მათგანი არც საპროცესო შეთანხმებაზე არ წასულა, არ შეწყალება არ უთხოვია და ბოლომდე აპირებენ საკუთარი სიმართლის დაცვას, იმიტომ რომ ისინი მართლაც მართლები არიან და მათ არ აქვთ არავისთან არაფერი საბოდიშო და შესაწყალებელი, ხო, რაც შეეხება ბოლო შეწყალების ფაქტს, რომელიც განხორციელდა ლელოს ლიდერების მიმართ, პირველ რიგში ესეც ერთ-ერთი გამოხატულებაა, როგორც აღნიშნეთ, სამართლის თვითნებური გამოყენებისა. პირდაპირ მიმანიშნებელია ის ფაქტი, რომ მხოლოდ ლიდერების გარკვეული ნაწილი გათავისუფლდა და მეორე ნაწილი არ გათავისუფლდა. თავად მამუკა ხაზარაძემაც გააკეთა ეს შეფასება, რომ სწორედ ეს ემსახურებოდა პოლიტიკურ პარტიებს შორის გარკვეული დაძაბულობის კერების გაჩენა
გადარჩენას, თუმცა ის გადაწყვეტილება ზოგადად ლელომ რაც მიიღო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით სამწუხაროდ უნდა შეფასდეს ჩემი აზრით, ჩემი შეფასება არის ეს, რომ ეს არის შეცდომა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მოცემულობა ხელს უწყობს ხელისუფლების ლეგიტიმაციას, პროცესის ნორმალიზებას და გარკვეულწილად დასავლეთისათვის არის გზავნილი იმისა, რომ შესაძლებელია ქვეყანაში არჩევნებით რაღაცა შეიცვალოს, შესაბამისად ისინი აღარ განიხილავენ მომავალში თუნდაც სანქციების მექანიზმებს ხელისუფლების მისამართად. ამ არჩევნებში სამწუხაროდ უნდა ვთქვა, ჩემი მოლოდინი არის, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც იღებენ მონაწილეობას, პირწმინდად დამარცხდებიან და დამარცხდებიან ისე, რომ ქართულ ოცნებას არ მოუწევს არანაირი გაყალბება ან უკანონო ქმედებების განხორციელება, რაც მისცემს მას შესაძლებლობას იმისას თქვას, რომ ნახეთ, მე ჩავატარე აბსოლუტურად სამართლიანი, ღია გამჭვირვალე არჩევნები, სადაც მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველა ოპოზიციურ პარტიას, არც ერთი ასე ვთქვათ დასკვნა არ იქნება იმასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა არც იქნება მტკიცებულება, რომ გაყალბდა რაიმე თუნდაც საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, შესაბამისად მათ ექნებათ სათქმელი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისათვის, რომ მათ ჩაატარეს დემოკრატიული არჩევნები და ამ ეგრეთ წოდებულმა რადიკალურმა ოპოზიციამ არ მიიღო მონაწილეობა, არ გამოიყენა ეს ჩატარებულად რომ გამოცხადდეს არჩევნები თვითონ აი მოქალაქეების ჩართულობაზე რა სიტყვით აქტიურობა როგორი უნდა იყოს თუ ამას არ აქვს ამას მინიმალური ცენზი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არ არის დაწესებული შესაბამისად იმ პირობებშიც თუ კი საარჩევნო იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიცი არაპირებს არჩევნებს ხო საარჩევნო უბნებთან თუ კი მივა თუნდაც მხოლოდ ქართული ოცნების მხარდამჭერები არჩევნები გამოცხადდება ჩატარებულა და შესაბამისად შედეგებიც იქნება ის რაც იქნება გასაგებია და რაც შეეხება თვითონ აი ამ პროცედურულ ფაქტებს, რაც მოხდა ორი ადამიანი სულ ცოტა ხნის წინ ნახეთ რომ გაათავისუფლეს, თუმცა მათ გაატარეს გარკვეული პერიოდი საპატიმროში. ამაზე ვინ არის პასუხისმგებელი და ზოგადად როგორ ხდება ხოლმე, როდესაც უდანაშაულობა დაუმტკიცდება ადამიანს, ის გატარებული ფაქტიურად დაპატიმრებული ადამიანის დროს. ზუსტად რო ვთქვათ, ორივე შემთხვევა განვიხილოთ, ნარკოდანაშაულებას ხო, ნახეთ ამ შემთხვევაში ესეთი მიდგომა აქვს სასამართლოს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ხა კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ კი სასამართლომ ესენი გამოუშვა და გაამართლა, ესე იგი მათ ნარკოტიკი ჩაუდეს. თუმცა ესე არ არის ხოლმე ერთმნიშვნელოვნად, ჩვენ გვაქვს სტანდარტი, ასე ვთქვათ, გონიურულების მიღმა სტანდარტი ქვია, როდესაც მინიმუმ 2 პირდაპირ მტკიცებულება არის საჭირო იმისათვის, რომ დავადგინოთ ესა თუ ამა თუ იმ პირმა ჩაიდინა თუ არა დანაშაული, შესაბამისად სასამართლომ თქვა, რომ კონკრეტულ საქმეში ესეთი მტკიცებულებები გამოძიებამ ვერ მოიპოვა და ეს აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებმა დანაშაული არ ჩაიდინეს, უბრალოდ ვერ დაუმტკიცდათ მათ ეს დანაშაული, შესაბამისად რაიმე სახის პასუხისმგებლობას თუნდაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიმართ ეს სასამართლოს გადაწყვეტილება გამორიცხავს, რა თქმა უნდა, თუ არ იქნება მტკიცებულება იმისა, რომ შესაძლოა თანამშრომლებმა კონკრეტულ პირს ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს. ხო, ამ შემთხვევაში ერთადერთი რა მექანიზმიც გათავისუფლებულ მსჯავრდებულს აქვს, გამართლებულს აქვს, ეს არის ეგრეთ წოდებული რესტიტუცია, როდესაც მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს კომპენსაცია მის მიმართ, ასე ვთქვათ, ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით და ციხეში გატარებულ პერიოდთან დაკავშირებით, ნუ სხვა მექანიზმი ამ შემთხვევაში არ არსებობს. რაც შეეხება იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც ყადაღა დაადეს, ჩვენ ვიცით, რომ ორგანიზაციების ნაწილმა რუსულ კანონთან დაკავშირებით სტრასბურგს მიმართა და არის ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული რეაგირება. ზოგადად რა რესურსი და ბერკეტი რჩება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ადგილზე რჩებიან, რომლებიც არეგისტრირდებიან ღირსების შემლახავ რეესტრში და აგრძელებენ ბრძოლას. მათ რა მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეთ საერთაშორისო პარტნიორებისგან? ფაქტიურად გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით ეგრეთ წოდებული ფარა, რომელიც ფარა დაარქვეს გადმოთარგმნეს თითქოს ამერიკული კანონი და ფაქტიურად ამითი ამოქოლეს ყველა ის ბოდიში და ეს ხვრელი, რომელიც იყო ეგრეთ წოდებულ რუსულ
კანონში ამ სამი კანონით ფაქტიურად გააკეთა ხელისუფლება მის რომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ვეღარ შეძლებენ ფუნქციონირებას ქვეყანაში, ხო, რაც არ უნდა პროექტი გაიგზავნოს დონორებთან და რაც არ უნდა დამტკიცდეს ეს პროექტები და თანხებიც გამოიყოს სამწუხაროდ შეუძლებელი იქნება ამ თანხების გადამორიცხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის და მათი მუშაობის გაგრძელება ერთადერთი რაც შეუძლიათ ამ ორგანიზაციებს ეს არის მართლაც მოხალისეობრივ საწყისებზე გააგრძელონ საკუთარი საქმიანობა ან რამენაირად ასე ვთქვათ ადაპტაცია მოახდინონ შექმნილ გარემოებებთან დაკავშირებით და გარკვეულ შემთხვევებში ასე ვთქვათ ქართველი მოქალაქეებისგან აიღონ ის თანხა რომ შეძლონ მათი ფუნქციონირების გაგრძელება მაგალითად ვამბობ ხოლმე რომ ის ორგანიზაციები რომლებიც მაგალითად უეწევით იურიდიულ დახმარებას ხო შეიძლება გავაკეთოთ ესეთი რაღაცა რომ კონკრეტულ საქმეები ავიღოთ ისეთი სადაც მაგალითად ავიღებთ თანხას ქართველი მოქალაქეებისგან თუმცა იქნება საქმეები რომლებსაც პრობონო ან უფასოდ ვაწარმოებთ და შევძლებთ იმას რომ ეს ადამიანები რომელთაც მართლაც ჭირდებათ იურისტის დახმარება, სასამართლოში წარმომადგენლობა და არა აქვთ ამის შესაძლებლობა, მიეცეთ ეს შესაძლებლობა და დაცული იყოს მათი უფლებები. ლექს რაც შეეხება პროცედურებს, როდესაც ორგანიზაციას აჯარიმებენ, აი ამ სასამართლოს პირობებში რა ბერკეტი რჩებათ ორგანიზაციებს, რომ იბრძოლონ, საერთოდ არსებობს რამე, ანუ თუ უნდა რაღაცა მაშინ მიიღონ ზომები, ან წავიდნენ ქვეყნიდან თუ რა ხდება? ხო, სავარაუდოდ იქნება ეს წინაპირობა, რომ ანუ ქვეყნიდან წასვლა უნდა მოხდეს და საერთოდ ანუ დახურვა უნდა მოხდეს ამ ორგანიზაციებისა, სასამართლოს იმედი რა თქმა უნდა არ უნდა გქონდეს, სამწუხაროდ იგივე ადმინისტრაციულ დაკავებულ თან შეხვედრაზე სამწუხაროდ მიწევდა ამაზე საუბარი რომ რამდენი უმრავლესობა მათგანმა განმიცხადეს რომ სრულიად უმიზეზოდ მოხდა მათი დაკავება თუმცა ჩვენ ვიცით და დარწმუნებული ვართ რომ ორი პოლიციელი მივა პროცესზე რომლებიც შეიძლება არც იყვნენ საერთოდ დამკავებლები და ადგილზეც არ იყვნენ მიცემენ იმ ზოგად ჩვენებას რომ აგინებდნენ ესენი და წინააღმდეგობას უწევდნენ და მოსამართლე გაიზიარებს ამ პოლიციელების ჩვენებებს ანალოგიური იგივე დამოკიდებულება იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების და იგივე მედია ორგანიზაციების მისამართად მათ მიმართაც მიღებული იქნება ის გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლებას უნდა და დაკვეთილი იქნება სასამართლოს მოხელეების მისამართით. სამწუხაროდ ეს ბერკეტი არ აგვაქვს და სწორედ თავში რაც აღნიშნეთ, რომ თითქოს ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცული არის და დემოკრატიული პროცესები ვითარდება და წინ მიდის, ეს არის კიდევ ერთ-ერთი დასტური იმისა, რომ ყველაფერი საწინააღმდეგოდ არის აბსოლუტურად უკუსულა ხდება დემოკრატიული პროცესებისა ქვეყანაში შესაბამისად სამართლებრივი მექანიზმები სამწუხაროდ კი ბატონო უნდა მოვსინჯოთ გავაკეთოთ ყველაფერი ამ მიმართულებით, თუმცა არანაირი აზრი ამას არ ექნება ქვეყანაში ამ ხელისუფლების პირობებში. მათ შორის არც სტრასბურგის რეკომენდაციები შეიძლება გაითვალისწინონ. არ არის გამორიცხული, რომ არც სტრასბურგის რეკომენდაციები არ გაითვალისწინონ და საერთოდ საუბარი შეიძლება წავიდეს, რომ ასე ვთქვათ ევროსაბჭოდანაც კი გამოვიდეს ქვეყანა და შესაბამისად ვალდებულებაც აღარ ხო, მოხდეს ის რაც რუსეთში არის, რომ რუსეთი ჩახსნილი არის უკვე ევროსასამართლოს ასე ვთქვათ გადაწყვეტილებების შესრულების ვალდებულებისაგან, არც მანამდე არ ეკლავდა თავს რუსეთის ხელისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებისაგან და ანალოგიური მოხდება საქართველოში, თუ კი მიღებული იქნება გადაწყვეტილებები, ისინი არ შეასრულებენ ამ გადაწყვეტილებებს და ამით დასრულდება პროცესი. და დასასრულს რომ მაინც რაღაც გარკვეული იმედები დავიტოვოთ, არსებობს რამე აი ამ ბრძოლას გასაგებია მივყვებით ბოლომდე და ვხედავთ კიდევაც რომ არავინ არ აპირებს რომ გაჩვენდეს და დაჯდეს სახლში ბრძოლა მიდის ბოლომდე როგორც აქციის მონაწილეები უკვე რამდენიმე ასეული დღე არის აცხადებენ რა არის რეალური გამოსავალი რა შეხედავ პირადად შენ როგორც მოქალაქე აი რიგითი მოქალაქის აზრი მაინტერესებს რაში არის გამოსავალი ამ ძიმე ვითარებიდან ხო ამ ძიმე ვითარებაში ჩემი პირადი მოსაზრება ის არის რომ ერთადერთი გამოსავალი უნდა ყოფილიყო ის რომ პოლიტიკური პარტიები გაერთიანებულიყვნენ ანუ არ გულისხმობ იმას რომ ერთ პარტიას ჩამოყალიბებულიყვნენ ანუ კოორდინირებულად უნდა მოქმედებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ თუმცა ჩვენ ხედავთ აბსოლუტურად საწინააღმდეგოს დავინახეთ რომ პოლიტიკური პარტიების ნაწილი არჩევნებში იღებს მონაწილეობას ნაწილი ბოიკოტს აცხადებს ამ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიებიც გაყოფილები არიან რაღაც 4 ოქტომბრის თარიღთან დაკავშირებით და რაც არ უნდა ვაპროტესტოთ ზოგადად საქართველოს მოქალაქეებმა ხო და რამდენი ხანიც არ უნდა ვიდგეთ ქუჩაში საბოლოო ჯამში სწორედ პოლიტიკურმა აქტორებმა უნდა უზრუნველყონ ის რომ ქვეყანაში შეიცვალოს ხელისუფლება და შეიცვალოს სწორედ ის მართვის სტილი რომელიც არის ქვეყანაში ხო პლუს ამას მუშაობა არის აუცილებლად საერთაშორისო საზოგადოებასთან რომ
წნეხი გამკაცრდეს საქართველოს ხელისუფლებაზე. ბოლოს რა წერილიც მიწერა ბატონმა ყაველაშვილმა დონალდ ტრამპს არის ალბათ ცდელობა იმისა, რომ სწორედ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება რამენაირად საქართველოსკენ იქნეს მომართული. სამწუხაროდ არ ჩანს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიდან, რომ რაიმეს მუშაობენ აქტიურად საერთაშორისო საზოგადოების მისამართით. თუ კი არ მოხდება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება და შესაბამისად საზოგადოებრივი პროტესტის მიმართვა ერთსულოვნად, ერთი მიმართულებით იქითკენ რომ მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, ამ შემთხვევაში სამწუხაროდ არანაირი გამოსავალი და არანაირი შედეგი იქნება. ხო, მე ვფიქრობ, რომ იციან, ანუ თუ არ იციან, ესეც ერთი დანაშაული არის, მაშინ რა გინდა პოლიტიკაში, თუ ეს არ იცი და თუ იციან და მაინც იგივე საკეთებენ, რასაც აკეთებენ, ეს კიდე მეორე დანაშაული არის საკუთარი ხალხის მისამართით. სამწუხაროდ მათი ეს ქმედებები, მათი ეს გადაწყვეტილებები კიდე უფრო მეტ უნდობლობას ბევრი კითხვის ნიშანსაც აჩენს, რა თქმა უნდა, ამ ურჩეველში და ნუ არ არის გამორიცხული, რომ ერთ დღესაც ადამიანები დაიღალონ ამ ოპოზიციური პარტიების კინკლაობის შემხედვარე და აბსოლუტურად ყველამ უარი თქვას სამ პროტესტზე და ქვეყანა შედგეს დიდი ხნით, ასე ვთქვათ, დიქტატორულ რეჟიმში, ამ ავტოკრატიულ რეჟიმში. თუმცა აი 31 აგვისტო როცა იყო ვადა, რომ გარკვეული რეკომენდაციები უნდა შეესრულებინათ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შესახებ, კობახიძე მიიწერა, როგორც ვიცით ხომ, უკან წერილი, რომ დიახ, უნდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და შესაბამის რეკომენდაციებსაც ასრულებს. ანუ ეს კიდევ ერთი რაღაც თვალებში ნაცრის შეყრა არის თუ რა თქმა უნდა იყო პასუხი, რომ ეს დაუსაბუთებელია ეს განცხადებები, თუმცა ამით რისი დანახვა უნდა საქართველოს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას? არაფერი, ისინი კვლავ აგრძელებენ იმ პოლიტიკას, რომ თითქოს მაინც აქვთ სურვილი, რომ ევროკავშირში გაწევრიანდნენ, თუმცა მეორე მხრივ აცხადებენ, რომ თავად ევროკავშირი დაშორდა იმ პრინციპებს, რომლებსაც უნდა ეფუძნებოდეს და თურმე ჩვენა ვართ, საქართველო ვართ სწორედ ევროპული ღირებულებების ერთადერთი დამცველი ქვეყანა და თურმე თვითონ ევროკავშირი შორდება საკუთარ პრინციპებს. არ ვიცი ყავთ თუ არა ქართულ ოცნებას ამ მრჩეველი, რომელსაც ფიქრობს და ჯერა რომ ეს ხელისუფლება მართლა ევროპისკენ მიაქანებს ამ ქვეყანას, თუმცა ისინი ალბათ ფიქრობენ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც ამის ჯერა და სწორედ მათი ხმების, ასე ვთქვათ, მობილიზებისთვისაც ამ ხრიკებს, ასე ვთქვათ, მიმართავენ. ძალიან დიდი მადლობა ლექსო, მგონია რომ უფრო მეტად ახალი თაობის იმედი უნდა გქონდეს და გარკვეული ცვლილებების ზუსტად მომავალი თაობის აქტიურობას უკავშირდება ხოლმე და ამ ეპოქაშიც არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამის იმედი გქონდეს. ხო, არ ვიცი, იმედი მაქვს ხოლმე იმისა, რომ შეიძლება უცებ რაღაცა ისეთი გაერთიანება შეიქმნეს თუნდაც ამ ახალგაზრდებისაგან, რომ ერთი მხრივ ეს ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ამ არასწორ ბრძოლაში არიან ჩაბმულები, გვერდზე გაწიონ და მეორე მხრივ ეს მიტაცებული ხელისუფლების, ასე ვთქვათ, ხელისუფლების მიტაცებელი პოლიტიკური პარტიაც ჩამოაშორონ ამ ხელისუფლებას. ერთი ამის იმედი მაქვს ხოლმე, თუმცა რამდენად შესაძლებელია, რა თქმა უნდა, არ ვიცი. თავიდანვე მოვლენების განვითარებას ყოველ შემთხვევაში ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ამ რეჟიმში ვიმყოფებით თითოეული მოქალაქე, ვისაც უნდა ამ ქვეყნის უკეთესი მომავალი. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე ჩვენი სტუმარი იყო იურისტი ლექსო მერაბაშვილი.